Am წუთებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია იწყება. ადგილზე შეკრებილები არიან პროფესორ-მასწავლებლები. მათი პროტესტის მიზეზი ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს გაამხილა. ფორმულა ჟურნალისტი თაკო მაისურაძე იმყოფება ადგილზე და იქ შეკრებილი ადამიანების პოზიციების შესახებ მეც გვეტყვის. თაკო, გითხარი რა განცხადებები კეთდება და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მან დაპროტესტებენ? მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების განათლების მინისტრმა დღეს გამოაცხადა, რომ აპირებენ გააერთიანონ ორი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, მოქალაქეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამოვიდნენ ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ ერთ-ერთ პროფესორს, რომელიც არის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პროტესტის მიზეზი, რატომ თვლით, რომ არ უნდა გაერთიანდეს ეს ორი უნივერსიტეტი და რა საფრთხეებს ხედავთ იმ შემთხვევაში თუ გაერთიანდება? მოგესალმებით, ჩვენ ეს პირველი რეაქცია, ემოციური რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რაც დღეს დილით მინისტრმა გააჟღერა ჩვენ და მოულოდნელად და შოკის მომგვრელი ინფორმაცია იყო. არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს ჩვენ რეფორმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ რეფორმების და განვითარების მომხრეები ვართ და ვაკეთებთ კიდევაც ამას ჩვენს უნივერსიტეტში. მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთების საკითხი საერთოდ რატომ დადგა დღის წესრიგში ჩვენთვის გაუგებარ და ვერც მოვისმინე არგუმენტი, რომელიც ამ აზრს გაამყარებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტექნიკური ინტელიგენცია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, პირიქით უნდა განვითარდეს, ბიზნესი დაეხმაროს, ინდუსტრია დაეხმაროს, ახალი ლაბორატორიები, ახალი ტექნოლოგიები შეიქმნას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე დიდ პატივს ვცემდა მისი თაყვა როგორ შეიძლება სახელმწიფო, მაგრამ ტექნიკური უნივერსიტეტს თავისი ნიშა აქვს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი ნიშა აქვს და ამაზე მე კი არა, ჩვენი დიდი მამულიშვილები კამათობდნენ ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე. სხვათა შორის ნიკო ნიკოლაძე ლობირებდა ტექნიკური სასწავლებლის გახსნას პირველ რიგში და ეხლა არ ვიცი ნიკო ნიკოლაძეზე დიდი მეტრი თუ ყავს კიდევ საქართველოს და დღეს არიან, ვერ გეტყვით რა და ამიტომ აი ეს ჩვენთვის ამნიშნელოვანია და ვერანაირად ვერ ვამართლებთ აი ამ იმედი მაქვს რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება ისე მიღებული თუ არ იქნება საზოგადოების შესაბამისი თანხმობა და არგუმენტები თუ არ იქნება რეალური. მადლობა. ამ წუთებში რექტორი ხვდება აკადემიურ სივრცის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებს. რას ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული, რა პასუხი შეიძლება იყოს ადმინისტრაციის მხრიდან ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოაცხადა გაერთიანების შესახებ მინისტრმა? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ რექტორი არჩეულია აკადემიური საბჭოსი, ჩვენი პროფესორის მხრიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მარტო რექტორი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს რა თქმა უნდა აკადემიურ საბჭოსთან ერთად, ფაკულტეტის დეკანებთან ერთად და მიუღებელია ის, რომ დღეიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ იარსებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა დაფიქრდება ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ეს არის უდიდესი ტრადიციების მქონე 104 წლის უნივერსიტეტი და შემიძლია ვთქვა, როგორც ჩვენი რექტორი ამბობს, ბატონი აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პრაქტიკულად ყველაფერი საქართველოში აშენებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ. ეს არის შენობები, გზები, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა დაფიქრდება ამ ყველაფერზე, რადგან შეუძლებელია ქვეყანაში არ არსებობდეს საინჟინრო სკოლა. ესეთი ტრადიციების და მე მგონი ჩვენ ყველანი ამაყები ვართ დღეს აქ ვინც ვდგევართ. თქვენ არ გეგონოთ რომ დღეს აქ მიტინგია, ეს არის ჩვენი პირველი ემოციები იმ გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს მოვისმინეთ. ალბათ მთავრობა გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, რადგან შეუძლებელია გაუქმდეს ასეთი ტრადიციების, ამდენი ფაკულტეტის, ამდენი 170 საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. ისეთ პროგრამებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად ჭირდება. ეს არის ანტისახელმწიფოები. მოქალაქეები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები რჩებიან ადგილზე და დაელოდებიან რექტორის გადაწყვეტილებას, რა იქნება მისი პასუხი ხელისუფლების მიმართ, გაერთიანდება თუ არა ეს უნივერსიტეტები, ამას მალე გავიგებთ.